გამარჯობა ახალ ამბებს ტელეკომპანია გურჯაანის ჟურნალისტებთან ერთად თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ დღის მთავარ თემებზე მოკლე ანონსი ვნახოთ. კახეთის გუბერნატორის ანგარიში ირაკლი შიოლაშვილმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა. კახეთი არის მოწინავე რეგიონი ზოგადად საქართველოში. ახალი საშტატო ნუსხა ლაგოდეხის გამგეობაში რატომ მცირდება ხელფასი და თანამშრომელთა რიცხვი? 79 შტატიდან ფაქტიურად 40-ზე ჩამოვდივარ. პირიქით რომ დამატება გვჭირდება აქ ისია რომ დაჟე არ გვქონდეს რა ხალხი. ლარის კურსი ყოველდღიურად უფასურდება, დოლარის გაძვირებას მოსახლეობა აპროტესტებს. ფიქრობ ხელოვნურად არის შექმნილი. შეიძლება ბანკები იყვნენ მაგ ამბავში ჩართულები. კოტე აფხაზის სასახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რა მდგომარეობაშია შენობა? როგორ შეიძლებოდა აი ამ სიგანის კედლები თავისით დანგრეულიყო? ეს არის ბარბაროსების, აი ბარბაროსულად განადგურებული. შენობა ეხლა არის ძალიან მიტოვებული და განადგურების პირას არის. საშობაო არტ-დეკებზე მეოთხე საბავშვო ბაღში ზამთრის ჯგუფი იმუშავებს. 8 იანვრიდან ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფები. რა ღონისძიებებზე დახარჯავს საახალწლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა 18,000 ლარს. მომღერლები იქნებიან ჩამოყვანილი, ფეიერვერკი იქნება და მორთულობები. საღამო მშვიდობის ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. განხორციელებული პროექტები და კახეთში ამოქმედებული მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამები ეს ის საკითხებია, რაც დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა პროექტ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის ფარგლებში საზოგადოებასთან ანგარიშით წარდგა. თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრას მინისტრები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას ჩვენი ჟურნალისტ ნინო სამიაშვილი ესწრებოდა. ცვლილებების 2 წელი რა შეცვალა და გააკეთა კახეთში გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა. მან დღეს საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და მთავრობასთან ერთად გაკეთებული საქმეების პრეზენტაცია მოაწყო. მან კახეთი ყველაზე სწრაფად განვითარება და მოწინავე რეგიონად შეაფასა. ამის მაგალითად კი მოიყვანა 2014 წელს დასრულებული 1200 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის 127 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, 100 ჭაბურღილის მოწყობა, 4 საბავშვო ბაღის აშენება და 87-ის გარემონტება, ასევე 89 სკოლის რეაბილიტაცია. კონკრეტულად საკუთარი საქმიანობის შეფასებისგან კი დღეს გუბერნატორმა თავი შეიკავა. ყველაზე მზარდი რეგიონია, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია, ერთ-ერთი ყველაზე მეტი ინვესტიციაა შემოსული და მე ვფიქრობ, რომ კახეთი არის მოწინავე რეგიონი ზოგადად საქართველოში. საქმიანობა ჯობია რომ შეაფასონ მოქალაქეებმა, შეაფასოთ თქვენ მედიამ, შეაფასონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მე პირადად ჩემს მიერ გაწეულ საქმიანობაზე თავში შევიკავებ, რომ რაიმე სახის კომენტარი გავაკეთო. სამაგიეროდ ირაკლი შიოლაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეაფასა და მას პროაქტიული გუბერნატორი უწოდა. მათ სოფლის მეურნეობაში მიღწეულ წარმატებად რთველი 2014 ატმის მოსავლის დაბინავება, ტრაქტორებისა და დამხმარე ტექნიკის მობილიზება დაასახელეს. რთველი იყო პრეცედენტი, რომ ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო რეგიონმა, 170 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რამაც დამატებით სტიმული გააჩინა. გაშინდა 4000 ჰექტარზე მეტი ახალი ვაზი. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რაც ხდება, ასევე დაზღვევით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა. გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამ არის დარჩენილი, ბუნებრივია, მხოლოდ 2 წელზე ვლაპარაკობთ ჩვენ და არასარჩენო ციკლის დასრულებაზე. კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში, რადგან ეხლა აქცენტი ამაზე კეთდება, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ეს არის წყლის მომარაგება. თუ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში არ გაიმართა საირიგაციო სისტემა, ბუნებრივია, რომ წყალში გადაყრილი იქნება მთელი ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული მცდელობები, პროექტები და ფინანსები. რაც გაკეთა, ბევრი გაკეთა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კარგი იქნებოდა კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ჩვენი ეკლესიის და ეპარქიების. აი ეს ყოველდღიური თუ დიდი პრობლემები ერთად იქნეს აწონილ-დაწონილი. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათ პრეზენტაციის შესახებ ასეთი შეფასება გააკეთეს. ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი წინა ხელისუფლების პირობებში, გულისხმობ მე ბანერებზე გახსნილ ქარხნებს და დღეს აქაც ითქვა რომ გაიხსნა 99 საწარმო და თუ ასეთი წინსვლა ქვეყანაში, რატომ არა ისახება ეს უმუშევართა სტატისტიკაზე, ეს არის ძალიან მარტივი.
სამინისტროების წარმომადგენლებმა შეაჯამეს ასევე ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, მათ შორის სოფლის ექიმებისა და ექსნების დაფინანსების გაზრდა, ასევე განათლებასა და კულტურაში მიღწეული წინსვლა. დღესვე პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჭერემში ელექტროენერგიის გაყვანის პროცესი სრულდება და 20 წლის განმავლობაში ჩაბმნელებული სოფელი ახალ წელს განათებული შეხვდება. ახალი საშტატო ნუსხა ლაგოდეხის გამგეობაში გურჯაანსა და თელავისგან განსხვავებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობას ამცირებს. 50 ლარით მცირდება სამსახურებრივი სარგოც, რასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. ვერა იაშვილის სიუჟეტი ლაგოდეხიდან. თუ თელავის და გურჯაანის გამგეობებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში საშტატო ერთეულები დაამატეს, ლაგოდეხის გამგეობაში კი პირიქით შეამცირეს. გამგეობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებული 79 სპეციალისტიდან 40-მდე მათგანის გათავისუფლებას ითვალისწინებს, საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ერთ-ერთი, სადაც შტატების შემცირება იგეგმება, სამაშველო სამსახურია, თუმცა აქ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ. მაგ თემაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. არ ამგონია რა პირიქით რომ დამატება გვჭირდება აქ. ცნობილია ისიც, რომ დეკემბრის თვიდან გამგეობის 40 თანამშრომელი 50 ლარით შემცირებულ ხელფასს აიღებს. ლაგოდეხის გამგეობაში ამბობენ, რომ შტატების და ხელფასების შემცირება კანონის ფარგლებში მოხდა, რადგან სხვა რაიონებისგან განსხვავებით მათთან მაღალი ხელფასები და ბევრი შტატი იყო. მოქმედი კანონმდებლობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ქონა შესაძლებლობა, რომ 124 შტატი ყოლა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღესდღეობით კანონში შევიდა ცვლილება და დამატებული იქნა ახალი კოეფიციენტიდან გამომდინარე საშტატო რიცხოვნობა. რაც შეეხება სოფელში მომუშავე სპეციალისტებს, მათი ხელშეკრულების ვადა იწურება 31 დეკემბერს და ფაქტიურად მათი სამართლებრივი ურთიერთობა გამგეობასთან ამით წყდება. გამგეობის და საკრებულოს ერთობლივ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან ევა ლომთაძე აკრიტიკებს. ეს მარტო მუნიციპალიტეტის სოფლებში არ იგულისხმება საერთოდ განსაზღვრულ გამგეობის მიერ სტრუქტურულ ერთეულებშიც აპირებენ თანამშრომლების შემცირებას. მე ვფიქრობ, კორპუსები იმართება უფრო სხვა მიმართულებით, ანუ ის ხალხი, ვინც ყავდათ ძირითადად დასაქმებული, უფრო სწორედ რომლებიც დარჩათ დასაქმებელი, ალბათ განსაზღვრული რაოდენობისა ის ადამიანები წავლენ. ამჟამად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 200-მდე საჯარო მოხელე მუშაობს, დღეს კი კონკურსი 164 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დღეს კიდევ უფრო გაუფასურდა. დღეს დილით კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი, ლარი და 93 თეთრი ღირდა, თუმცა დღის ბოლოს 2 ლარს გადააჭარბა. ლარის გაუფასურება მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ისინი წინა საახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტებზე და მწირ შემოსავლებზე საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად არის გამოწვეული. შეიძლება ბანკები იყვნენ მაგ ამბავში ჩართულები, რომ ისინი რაღაცას მახინაციებს ატარებენ ისეთ რომ ფული მოიგონ. და ესეთი რაღაცებია, ზუსტად ვერ გეტყვით. მე მასე ვფიქრობ, ბანკები უნდა იყვნენ მაგ ამბავში. რაღაცა მონაწილეობა რა ქონეთ. ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი. ნამდვილად მეტ პრობლემა შეგვიქმნის, სურსათი რო ძვირდება. შემოსავალი არ აქვს, ყოველდღიური. არც პენსიონერები ვართ, რომ პენსია გქონდეს. გაგვიჭირდება ნამდვილად. დოლარიც არა აქვს. ნუ გაძვირდა და უფრო მეტი რო გაძვირდება, უფრო მაშინ გაყნევს. სპეკულაცია მიდის, რა გინდა, რა უნდა გაკეთდეს, აბა, შვილო, აბა, სხვანაირად როგორ ავთქვა. თქვენ რა მოლოდინი ხგაქვთ, უფრო გაძვირდება? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გაძვირდება, მოდის ახალი წელი, ყველაფერი სიძვირია. მე უკმაყოფილი ვარ მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან არის აწეული ისა დოლარის ფასი, პროდუქტიც თავისთავად ძვირდება და რავი, აი მე არა ვარ მომხრე, რომ აიწია დოლარის კურსმა. კაპიკები რო გაგდა, თუმნები გახდება, თავისთავად ცხადია, რომ მოქმედებს. კოტე აფხაზის სასახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რა მდგომარეობაშია შენობა? როგორ შეიძლებოდა აი ამ სიგანის კედლები თავისით დანგრეულიყო? ეს არის ბარბაროსების, აი ბარბაროსულად განადგურებული. შენობა ეხლა არის ძალიან მიტოვებული და
განადგურების პირასარი. საშობაო არდედეგებზე მეოთხე საბავშვო ბაღში ზამთრის ჯგუფი იმუშავებს. 8 იანვრიდან იფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფები. რა ღონისძიებებზე დახარჯავს საახალწლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა 18000 ლარს. მომღერლები იქნებიან ჩამოყვანილი, ფეიერვერკი იქნება და მორთულობები. დანგრევის პირას მყოფ კოტე აფხაზის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სოფელ კარდენახში მდებარე საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის артиლერიის გენერლის საგვარეულო სასახლე მთლიანად გაძარცვულია. არ აქვს კარფანჯარა და იატაკი. რა გეგმები აქვს ძეგლთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს და მოხდება თუ არა მისი რეაბილიტაცია, ჩვენი კორესპონდენტი ეთერთეთრაძე არკვევდა. გერმანელი მწერლის არტურ ლაისტის დიზაინით შექმნილი თაღი, ძველი ბუხარი, 1 მეტრამდე სისქის კედლები, პროდუქტის შესანახი ოთახი, აფხაზების სასახლეს ძველი დიდების ეს ნაშთიღა შემორჩა. ახლა შენობა ნგრევის პირასაა. ის 2003 წელს გაიძარცვა. წაღებულია 2 საუკუნოვანი ხის მასალა. დაზიანებული სახურავიდან კი ოთახებში წყალი ჩადის. როგორ შეიძლებოდა აი ამ სიგანის კედლები თავისით დანგრეულიყო? ეს არის ბარბაროსების, აი ბარბაროსულად განადგურებული. ჭერში რა მდგომარეობა არ ვიცი. ერთი რამ რომ კოჭები გამოცლილი აქვს, ზედ არის დამხობილი უკვე. სახურავი შენობის კედელზე. იმიტომ არის ავარიული წინა მხარე. შენობა ეხლა არის ძალიან მიტოვებული და განადგურების პირასარი თქვენს ნახეთ. შეხედავთ, დაინახავთ, რომ შენობა უკვე უკიდურეს ძალიან დაძაბული სიტუაციაა. შეიძლება 1 წელიწადში ეს აღარ იყოს საერთოდ გასწორდეს მიწიდან ბერისგან ავიღოთ. ამიტომ ყურადღების მიქცევა უნდა. ჩვენ სოფლელები მხარში დაუდგებით და თუ რამეა საჭირო მივეხმარებით და აფხაზების სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კარდენახელებს შენობის აღდგენის იმედი მიეცათ. ისტორიის პედაგოგი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. შესაძლებელია ამ შენობაში მუზეუმიც განთავსდეს, რომელიც აღწერს ამ ადამიანების ცხოვრებას, კოტე აფხაზის იმ თავადების, რომლებსაც ჰქონდათ ნამდვილად განსაკუთრებული როლი და ადგილი საქართველოს ისტორიაში და დიდი სიამოვნებით ამოვალ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩავატარებ აქ ღია გაკვეთილებს თუ ჩვეულებრივ გაკვეთილებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ასე დაფიქსირება ნუგეშის მომცემია ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვლენ და შეაკეთებენ აი წინა ფასადს რომ არ დაინგრას და არ განადგურდეს აი ეს ილიას ნატერფალი მართლაც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი. აფხაზების სასახლე 2 სართულიანია, აშენებულია ძველი ქართული აგურით. შენობას ოთახებთან ერთად 2 შესანახი საწყობით ჰქონია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება შემდგომი დაზიანებებისგან დაიცავს, თუმცა როდის მოხდება შენობის რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია. უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ობიექტისთვის ნიშნავს მისთვის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის დადგენას. ანუ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ობიექტს მინიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მასზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს როგორც ძეგლის მოვლაპატრონობას, ასევე მასზე მხოლოდ იმგვარი სამუშაოების განხორციელებას, რაც მიმართული იქნება აღნიშნული ობიექტის ისტორიულ-კულტურული ღირებულების აღდგენისაკენ. კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისშვილი იყო. ის 1867 წელს სოფელ კარდენახში სამხედრო და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ აფხაზის სახლში დაიბადა. გურჯაანში საახალწლო ღონისძიებებისთვის 18000 ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს ხდომაზე მიიღეს. გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით თანხის ფარგლებში ქალაქის მორთვა და ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტის გამართვაა დაგეგმილი. საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანში ტენდერი გამოცხადდება. კულტურის სამსახურში, სპორტებში და ახალგაზრდობაში თანხა, რაც იყო მორჩენილი, გაერთიანდა ერთნაირად და სულ 18000 ჩაიდო საახალწლო ღონისძიებაში. ამ ღონისძიებაში შევა საახალწლოდ ღამე, ალბათ 30-ის ღამე 31-ის რო გათენდება, იქნება საახალწლო ღონისძიება, მომღერლები იქნებიან ჩამოყვანილი, ფეიერვერკი იქნება და მორთულობები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგაბაღებში საშობაო არდედეგები 26 დეკემბერს დაიწყება და 20 იანვრამდე გაგრძელდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, დასვენების პერიოდში მეოთხე ბაღში ზამთრის ჯგუფი იმუშავებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საახსნელო დაწესებულებაში საშობაო არდადაგები დაიწყება 26 დეკემბრიდან. საახსნელო პროცესი განახლდება 20 იანვრიდან, ხოლო 8 იანვრიდან იფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფები მხოლოდ იმ ახსასდელებისთვის, რომელთა მშობლებიც არიან დასაქმებულნი. ახლა კი ჩვენს მიმოხილვაში ვნახოთ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები რეგიონს გარეთ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაზე გავლენა აქვს. ნაციონალური მოძრაობა დიდი ოდენობით ხელფასის გამოწერის ფაქტს ეხმაურება. ჩვენ გვინდა რომ განათლების მინისტრმა გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რამდენად მორალურად გამართლებულია ასეთი მაღალი ხელფასით კონსულტანტების აყვანა. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. როგორ შეიძლება ჩამოვართვათ ბიძინა ივანიშვილს სიტყვის თქმის უფლება პოლიტიკაზე, როდესაც ცუდი არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის ჩართულობასა და შეფასებებს დიდი გავლენა აქვს. მისივე თქმით, გამოსავალი არის, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე და არ უარყოს, რომ ის არ არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს პროგრესის მიმართ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ბორის სილევიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რასაც ფეისის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ძალიან სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი არის ევროპის საბჭოს განსახილველ მაგიდაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის ალექსანდრე შელიას მაღალი ხელფასის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შელია ერთ დღეში იღებს იმაზე უფრო დიდ თანხას, ვიდრე ეს არის 20 პენსიონერის შემოსავალი. ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად და კონსულტანტად აიყვანეს ბატონი ალექსანდრე შელია, რომელსაც თვენახევარში გამოუწერეს 153.000 ლარი. ეს არის პერიოდი 2014 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე და ვიმეორებ, რომ თვენახევრის განმავლობაში ალექსანდრე შელია, რომელიც განათლების სამინისტროში იკავებს კონსულტანტის პოსტს, აიღებს სწორედ 153.000 ლარს. ჩვენ გვინდა, რომ განათლების მინისტრმა გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რამდენად მორალურად გამართლებულია ასეთი მაღალი ხელფასით კონსულტანტების აყვანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტები შემცირებულია. დასკვნაში სასამართლო სისტემაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებია ასახული. კიდევ რაზე გაამახვილეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება, ვნახოთ სიუჟეტში. თუკი 2011-2012 წლებში მოსამართლეები პროკურატურისადმი მიკერძოებულები ჩანდნენ, დღეს ტენდენცია შეცვლილია. აღკვეთის ღონისძიების შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტები შემცირებულია. პროგრესია სისტემის გამჭვირვალობის კუთხითაც. ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარადგინეს. თუ ჩვენ გავიხსენებთ თუ სად იყო სასამართლო 2011 წელს და რა პრობლემები არსებობდა და შევაფასებთ დღევანდელ სიტუაციას, მაშინ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განიცადა სასამართლო სისტემამ, როგორც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების სახით, ასევე ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში უშუალოდ პროცესებზე გამოვლენილი პოზიტიური ტენდენციებით. ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა საქმეებისა თვითონ მოსარჩელის სასარგებლოდ წყდება, მაშინაც კი, როდესაც მეორე მხარეს არის სახელმწიფო, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ სახელმწიფოს ინტერესი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დადებითი რამ. მონიტორინგის შედეგებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. ერთადერთი სიახლეა, რომ კამერით შესვლა შეიძლება, მაგრამ ინფორმაციის გამოტანა ადრე შეიძლებოდა და ეხლა შეიძლება.
თუ კამერით არა, ვთქვათ, აუდიო ჩანაწერით, ხელით ნაწერით. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კვლევაში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლების მიზეზს განმარტავს. მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კოლეგები ევროპის სასამართლოს სტანდარტებით იღებენ გადაწყვეტილებებს. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც კი ხშირია შემთხვევები, როცა თვითონ მოსამართლეებს მაგალითად რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორი მიდგომები აქვს ევროპულ სასამართლოს და ხდება ამ ტიპის გადაწყვეტილებების მოძიება, ქართულად თარგმნან, გაეცნობიან მოსამართლეები და შესაბამისად მათ გადაწყვეტილებაში დასაბუთებულობის კუთხით ხდება გამოყენება ამ გადაწყვეტილებების. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც აიღო. თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობისას მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კანონის უზენაესობის შემდგომ ხელშეწყობაზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემის კვლევას ორ ნაწილად ახორციელებდნენ. სისხლის სამართლის ნაწილს ახალგაზრდა იურისტები, ადმინისტრაციულს კი საერთაშორისო გამჭვირვალობა იკვლევდა. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. $77 წლის შტანგისტი ქალი. ბეთებზე 70 წლის გიგანტური კიბორჩხალა დაიჭირა. გამოშვება საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შეუძლებელი იყოს. ინფორმაციას რუსული რია ნოვოსტი ავრცელებს. იცით, ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია, ჩემი აზრით, პრეზიდენტმა პუტინმა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცა, როდესაც თქვა, რომ თუ იქნება ამის საჭიროება და ინტერესი, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ გამოსავლის გამონახვას, განაცხადა ლავროვმა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა არ გამორიცხა, რომ რუსეთს შესაძლოა მისტრალები არ გადასცენ. მისი განცხადებით, არსებული დაძაბულ პირობებში შვეუმფრენ მზიდების მიწოდება შეუძლებელია და დასცინა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გულისყურით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ მისტრალების ინციდენტის შემდეგ რუსეთი უცხოეთში სამხედრო ტექნიკას აღარ შეიძენს. ჩეჩნეთის დედაქალაქში შეიარაღებულ პირებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები გრძელდება. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კვლავ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი შეიარაღებული პირი მონაწილეობს შაჰიდურ ოპერაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობაც დაჯგუფება იმარად კავკაზმა აიღო. არსებული ინფორმაციით გროზნოში მიმდინარე შეტაკებების შედეგად განადგურდა საგამომცემლო სახლი, ასევე დაიწყო სავაჭრო ცენტრი ბერკატი. ადგილობრივი წყაროების ცნობით ცეცხლი გაჩნდა სკოლაშიც. სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემებით დაღუპული 70-ზე მეტი ადამიანი. გამოშვება საინტერესო ამბებით განვაგრძობთ, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ამერიკელი სპორტსმენი ქალი საკუთარ მაგალითზე ამტკიცებს, რომ 77 წლის ასაკში არა მხოლოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, არამედ სავარჯიშო დარბაზში რეგულარულად სიარულია შესაძლებელი. ბილი მიორფი სპორტის ძალის მიერ სახეობას 50 წლის ასაკიდან მისდევს. განსაკუთრებულ წარმატებას მან ძალის მიერ აწევაში მიაღწია, სადაც შედეგი 98 კილოგრამს შეადგენს. ამერიკელმა ბიოლოგმა ფორესტ galantემ კალიფორნიის სანაპიროზე 70 წლის კიბორჩხალა დაიჭირა, რომელიც 5 კილოზე მეტს იწონიდა. ვიდეოს ბრიტანული ტელეგრაფი ავრცელებს. galantემ განაცხადა, რომ მას დიდი ცდუნება ჰქონდა, რომ კიბორჩხალა შეიჭამა, თუმცა გადაიფიქრა. კიბორჩხალას სახელად ალბერტი კვლავ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. არნოლდ შვარცნეგერი კვლავ ტერმინატორის როლში გვევლინება. გამოშვებაში კი ასევე ვნახავთ. ლევან ჭედლიძის მიერ ქუსლით გატანილი გოლი კვლავ ფეხბურთის სამყაროს ყურადღების ცენტრშია. გამოშვებას კულტურისა და სპორტის სხვა სიახლეებით განვაგრძობ. ტერმინატორი ეს არის ფილმის სახელწოდება, რომელიც 2015 წლის ზაფხულში ჩაეშვება კინოგაქირავებაში. ფილმის ტრეილერი რამდენიმე წუთში 100,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ის მთავარი მიზეზიც არნოლდ შვარცნეგერია, რომელიც კვლავ ტერმინატორის როლში გვევლინება.
იტალიის თასზე ქართველთა ემპოლიმ ჯენოა 2-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე რუდი გარსიას რომასთან მერვედ ფინალურ რანდევუ დაიბევა. საფეხბურთო იტალიის ყურადღების ცენტრში ლევან ჭედლიძის მიერ ქუსლით გატანილი ბურთი ეგრეთ წოდებული მორიელის დარტყმა, რომლის დიდოსტატის პესეჟის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. პიანეტა ემპოლიმ ლევანის თამაში 6.5 ბალით შეაფასა. სევილიას თავდამსხმელი იაგო ასპასი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკის ავტორი. ფეხბურთელ საბადელთან ესპანეთის თასის საფასუხო მე-16 ფინალურ მაჩში შედიზეთ 3 გოლის გასატანად სულ რაღაც 4 წუთი დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის საბადელის მთავარ მწვრთნელად თბილისის დინამოს ყოფილი თავკაცი ალექს გარსია დაინიშნა. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა ნახვამდის.